მიჩელ კაცი ქალაქში 11 საავადმყოფოს მართავს. გასულ კვირას მან ერთ-ერთ ფორუმზე განაცხადა, რომ მის სისტემას რადიოლოგების ჩანაცვლება დღესვე შეუძლია. ამაში ხელს მხოლოდ რეგულაციები უშლის. პანელზე მას საავადმყოფოს კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა დაუჭირა მხარი. მათი ხელოვნური ინტელექტი ძუძუს კიბოს მხოლოდ სამ შემთხვევაში ვერ ამჩნევს 10,000-ის კარიერებიდან. ეს ადამიანებზე უკეთესი შედეგიაო, აღნიშნა მან. ერთ-ერთმა მოქმედმა ექიმმა ამას ბოდვა უწოდა. ნებისმიერი ადმინისტრატორი, რომელსაც ჯერა რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ამას, პაციენტს დააზარალებს და მის სიკვდილს გამოიწვევს. თუმცა, ბრუკლინის ერთ-ერთი უფასო საავადმყოფოს ხელმძღვანელი მას არ დაეთანხმა. რესურსები მცირეა, პაციენტები კვირობით იცდიან. მან ხელოვნური ინტელექტის მიერ სურათების გაშიფრვას გარდამტეხი უწოდა. 2016 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა განაცხადა, შეწყვიტეთ რადიოლოგების მომზადება. ამას ხელოვნური ინტელექტი მიხედავს, რომ 10 წლის შემდეგ მაიოს კლინიკამ 55%-ით მეტი რადიოლოგი დაასაქმა. საავადმყოფოს დირექტორს სურს, რომ შტატმა შენი მამოგრამის ხელოვნური ინტელექტის მიერ წაკითხვა დაუშვას, ისე რომ ოთახში ექიმი არ იყოს. ეს მოთხოვნა სწორედ ახლა განხილვის პროცესში.